Bonjour! უკვე პარიზში ვარ. ანუ ტელეფონი არის 6%-ზე. შემდეგი მოგზაურობის დროც მოვიდა. ეხლა ვიმყოფები ბრიუსელში. დღეს არის 2025 წლის 11 აპრილი. დიახ. ვარ ჩემს ორ მეგობართან ერთად და ეხლა მოგიყვებით მოკეთ როგორი მოგზაურობა გელით. ბრიუსელში გავჩერდებით 3 ღამე, შემდეგ გადავალთ ამსტერდამში და შემდეგ გადავალთ პარიზში. და ჯამში გავატარებთ 10 საოცარ დღეს. ეხლა ამ საქანელზე უნდა ვიქანაო, იმიტომ რომ მეყვარს საქანელები, რომ ატრუალებს. ბავშვობაში იმდენად თამამი ვიყავი, რომ მე ვხტებოდი ხოლმე. მაგრამ ეხლა იგივეს ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ მეშინია. YouTube-ის vlog-ში რომ მოხვდები, ძალიან მიხარია. ნინი, წარმატებები. ეხლა ველოდებით ავტობუსს, რომ წავიდეთ ცოტა ცენტრში, იმიტომ რომ ჩვენ ცენტრში არ გვაქვს ნაქირავების სასტუმრო. პირველი გაჩერება გვაქვს ჯამა. ეს არის ძალიან მწარია. აი ამის გამო რომ ეს ბავშვი ფსავს, აი ამდენი ხალხია შეკრებილი და უყურებს როგორ ფსავს ეს ბავშვი. ეს არის Grand Palace, ანუ ბრიუსელის ისტორიული მოედანი. ძალიან ლამაზია და ეს ოქროსფერი დეტალები ძალიან მომწონს. აგაია მარწყვა. ჩაიფიქეს. ძალიან ლამაზია. ბელგიაში ჩამოხვალთ, თურმე უნდა გასინჯოთ ფრი და ეხლა მოვედით ყველაზე ისეთ ცნობილ საფრიეში. წესით უკვე მზად არის და ნახეთ სულ ხალხია აქაც, გარეთაც, ყველგან. და ეს ვარ მე მეგობრებო. ბაზილიკა ხო? 10-დანაც როგორცაც წარმოვიდგენდი რომ ძალიან გებრიელი იყო ეგეთი. არა უფრო გებრიელია ვიდრე წარმოვიდგენდი. ძალიან საყვარლები არის. ძალიან ბევრი ვიარეთ. მე ცოტა ვიარეთ მაღაზიებში, შოპინგეთ. მე უკვე წამოვედით სახლში, იმიტომ რომ ეხლა რომელი საათია? 9 ხო? ხო, 9 საათია და 8-ისკენ უკვე ყველაფერი იგეტება და რა აზრი გქონდა ჩვენ გარეთ ყოფნა სან ძალიან დავიყარეთ, რომ ერთ-ერთი საათი გარეთ ვართ. და მოვედით ეხლა სასტუმროსთან. და ვისვენებთ. აი ნაჭამები ვართ, აი ნასკვამები ვართ და ფეხები გვტკივა. როგორ შევაფასებდი ჩემს პირველ დღეს? ძალიან მომეწონა. ბრიუსელში კიდევ გვაქვს 2 დღე, თითქმის დღეს ყველაფერი ვნახეთ, მაგრამ დაგვრჩა რაღაცები, გადავანაწილეთ, რომ თქვათ ხვალდაზე ისე არ ვიყოთ, რომ ეხლა რა ვაკეთოთ და რა ვნახოთ. აქვე შეგიძლიათ გამომიწეროთ, სანამ მე სახლში მივდივარ. გამომიწერეთ. რო გითხრათ, რომ ძალიან ბიუჯეტური ქვეყანა, არა. ძალიან ბიუჯეტური ქვეყანა არ არის ნამდვილად. არც ჭამა არის ძალიან ბიუჯეტური, არც ტრანსპორტია ბიუჯეტური, ანუ 3 ევრო ღირს გადაადგილება 2.80. დილა მშვიდობის. თქვენ ახლა ერთიანად უყურებთ ამ ვიდეოს, მაგრამ ჩემთან დილა. ვისაუზმე, კრუასანი ვჭამე, ყავა ავიღე და გამოვედი ისევ ჩემს საყვარელ ადგილას. აი ესეთი სახლი მინდა, რომ მე ვიმოგზაურო. მერე ტარება მიმეზარება, ამიტომ იმედი მაქვს ჩემს მეორე ნახევარსაც ენდოება სახლი მქანა და მაგით მოგზაურობა და იზატარებს. ცოტათი ქარია, მე შორტები მაცვია. და ეხლა ცოტა გრილა, მაგრამ მზეში კარგია. ანუ მზეში გაუძლებ, თავი არ გავცივდა. ყოველ მოგზაურობაში რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე საკუთარ თავში, თუნდაც ახლა ადრე ესე ჩემ მეგობრებთან ერთად როცა ვიყავი ხოლმე არ გამოვიდოდი მარტო. მაგრამ ეხლა მომწონს, რომ საკუთარ თავთანაც მარტო ვატარებ დროს. დღეს ვაპირებთ რაღაცების ნახვას, რაც დაგვრჩა და გუშინ არ გვინახავს, Royal Palace უნდა ვნახოთ, სადაც სამეფო ოჯახი აქტიურად ეხლა არ ცხოვრობს, თუმცა ნუ რეზიდენციად მაინც ეგ ითვლება. ამინდია ისეთი კარგი ხალხო, ისეთი კარგი ამინდია. ანუ ოღონდ ჩრდილში როცა ვარ, მე ცოტა მცივა ფეხებზე და მარჯვენა ფეხზე მუხთან რაღაც ძალიან მიკრაჭუნებს ძვალი. ხო და რა და მე მარტო ხა ფეხზე არ ვწმე ძალიან ტკივა, რო დავტივარ. და იმედ მაქვს იმდენად არ შემოტეხებს, რომ
მომიწევს გაჩერება. ხა ფოტოს გადავღებ დაგიბრუნდებით. ეხლა წავედი ერთ წრილს გადავიღებ და მე ისევ დაგიბრუნდებით და ვიჭორავთ სანამ გავალთ უკვე ქალაქისკენ და დავიწყებთ უშუალოდ დათვალიერებას. Ciao. ხა მოვიდით რაღაც პარკში და ბაიკარი. Can you give me more? Oh, no problem. Belgian then chocolate. თურმე სხვა პარკში მივდიოდით და მართლა შემთხვევით შემოვედით და ეს ვაფლი ხა უნდა გავწინჯო. ზე იქიდან მიყურებს ბავშვი, მოდი გინდა? დედი, მოდი, გაგასინჯო. შვილო. გემრიელია, ხო? ანუ ისეთ ლამაზ ადგილას მოვედით, რომ აქედან მე დიდი ხანი არ ვდგები. მომწონს. ძალობეზი ადგილია მართლა და ძაბერი ხალხია. ანუ თან ოჯახებით არიან წამსულები, შეყარებულები არიან, მეგობრები არიან და ყველა ერთობა, ძალიან მაგარია. This there is ნინი თახს მაგრა უხდები. მეცა. არა. ეხა შევალთ აი ამ თახში და ნახოთ თუ არის საერთოდ რაიმე შით. გამიჩრდილი რა კაია. ძალიან. ეხა ძალიან კაია. ეხლა მოვედით ბრიუსელში, აი როგორ აგიხსნათ. ჩვენთან როგორიც არის ორბელიანის ბაზარი, რაღაც მსგავსი. ვაიმე, ყველაფერშია. მოვედით და ვსხედით, ავიღეთ მექსიკური ტაკოები და ნაჩოსი. კაია. ბოლოს მე მგონი ვიყავით რაღაც პარკში. არა, ბოლოს ჭამს მე მგონი ხო? მაგის მერე მაღაზიებში ვიარეთ. ახლა მაღაზიებში ბოდიალი არ გადამიღეს, მართლა გითხრათ. სპორტული სეტები ვიყიდე. და რაღაც დებილობები რა. ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი. აქ ხო ეგრე არის ბრიუსელში, რომ 7-ისკენ უკვე ყველაფერი იკეტება. და პარკებიც კი ხალხი პარკები იკეტებან, პარკი. სადაც შეგიძლია რა ვიცი ხამეთ შეხვიდე, მეგენიც იკეტება და ვერც აღარ ვაკეთებდით და ახლა ბრუნდებით სასტუმროში. თან ხალდილით უკვე ამსტერდამში მივდივართ და სისულელე იყო, მაგრამ ჩვენი ბოდიალი მე კი ძალიან მინდოდა ველოსიპედით კატავ, მაგრამ დღეს ვერ ვიკატავდი, მაგრამ არა უშავს. ამსტერდამში მივდივარ და პარიზში. სადაც სულ ველოსიპედით ვიქნები. ჩავჭეკი. დღეს გონი ყველაზე მეტად დავიღალე, იმიტომ რომ ფეხი მტკივა. მუხთან არ ვიცი რატო. ესე ვიყავი შვედეთშიც ფეხი ძალიან ბევრს რო დავდივარ, ფეხი მტკივდება და ერთი რომ ჩავალ მე თბილისში. უნდა მივიდე ექიმთან, რომ რამე ხوار მჭირს, იმიტომ რომ ძალიან ცუდად მტკივა. მოვედით მეგობრებო სასტუმროსთან. თან წვიმას აპირებს. წვიმას აპირებს. დილამშტები სამეგობრებო, ეხლა მოვიდივართ ავტობუსით სადღაც გარედუმისში, რომ მე გადავწყვეტ ტაქსში და მე გადავწყვეტ ამსტერდამის ავტობუსში და ჩემოდანი მიჭირავს ხელით. თან ძალიან ძიმეა. თან ყველა მოხვევაზე მაბურთავენ. დარჩა 4 გაჩერება ალბათ. 5. დავით მე უკვე ამსტერდამში ვარ. ეგეთე მე 11 ქვეყანაში ჩამოვგი ფეხი და გავდე. ეხლა უნდა გამოვიძახოთ ტაქსი და რაღაც 7 წუთში არის ჩვენი სახლი და მაგრამ ხელბარგით ვერწავთ ვიძახოთ ტაქსს და ტაქსი რომ მოვა, წავალთ ჩვენს სასტუმროში. 10 წუთში მოვა. უკვე მიყვარს. მაგარია. გამოვიცვალეთ. გამოვედით, ცოტა ხარია და მაგათ ყოველს ქურთული ჩავიცი, რომ ძალიან ეშავსა. ეს ვიდეო იმ ხელარიგი იყო, რომ აზრი არ ქონდა და ვერდით შემოვედით რაღაც საბურგერში. ძალიან კარგად გამოიყურებოდა, იმედი მაქვს გებრიელია. ახლა Let's take him back. ეხლა მოვედით მოედანზე, სადაც აჭმევა ხოლმე მტრედებს. ძალიან მტრედ რა ვაჭარო რა? დამაჯდეთ ეს მისმინა. კი. არ მინდა მაშინ დამგენკავს ეგ. აუ რა მაგარია. ვაუ. აი მე ხო აი ეს
სუმინდოდა ფიფქე ყოფილიყავი. ვაი, ვაიმე გომაჩკა, ნავი. აუ, ძალიან ცუდად დამაფრინდა. ნახეთ, ესე აზის და მე ვერ დავისვამეყლა აგრა. ჩიტიგვიტი. მე გამწიწკნის. ჩიტიგვიტი. დამასკლინდავს ახლა, მოვიცი მე. ძალიან არ შეამოვნებს ამდენი ფრინავი აი მართლა სულ არ მისიამოვნა. აი ეს რაც გამიკეთა. და რაღაცა ძალიან შემეშინდა. მეთქი არ მინდა. ეს გოგო უკრავს გაჩვენებს. მაგარია. მაგარი კლიპი გადავიღე. და არ ვაპირებ მაღაზიაში შესვლას. ერთი დუბლაჟი გვინდა და სვა მე ისე დავივლი. ეს მაგნიტი ვიყიდე ესეთი. აი. მე მაგნიტების კოლექცია მაქვს. და ესეთი. ოღონდ ეს ჩემი ბულეტ ჟურნალისტვის ჭირდებოდა, მაგრამ ეს ძალიან საყვარელი არის. Thank you short. უკვე მესამე. ძალიან საყვარელი რაღაცებია ხოლმე. მოვედით ამ საოცარი ვაფლების საჭმელად. Yeah, thank you. You're welcome. Thank you so much. გათენდა დილა ამსტერდამში. როგორც კი გავიღო და მაშინ დავიწყე დამონტაჟება გუშტელი რაღაცეების, რომ ინსტაგრამზე შემეყარა. ეგრევე მოწესრიგდი და გამოვარდი. სასტუმროში ვიცოდი, რომ ქირავდებოდა ველოსიპედი და 24 საათით ვიქირავე. და სხვა შორის არ ვიცი ხა ძვირია თუ არა, მაგრამ 18 ევრო გადავიხადე 24 საათით, ანუ ხვალაც ჩვეულებრივად მოვასწრებ გადაობას, ანუ ძალიან გონი იაფია, არ ვიცი. მე გამოვედი, ჯერ რა თქმა უნდა გზები არ ვიცი, ეს მარცხენა ხელში მეჭირა, აი ესე რუკა მქონდა გახსნილი, ესე მიდებული. ჩემ ფავორიტი ტრაკიანი ბავშვი. და მოვდიოდი მაკლეთ, ჯერ ეს ტელეფონი დავივარ და ერთხელ აქ გატყდა, რა თქმა უნდა ეს ფრონტი დაილეწა და ძალიან ნერვიულობდი იმაზე, რომ ეს არ გატყდას თქო რა, ნუ კამერები თქო და დანარჩენი ტელეფონის თუგი და იმიტომ რომ მე რო დამივარი და ძალიან სწრაფად მივდიოდი და გავჩერდი საადაღეს და მე იქიდან მოვბივარ თან მქონი რომ ვიღაც აიღებს ამ ტელეფონს. მოვბივარ როგორც აი მართლა ეგრე გამოვიქეცი, ავიღე, ნუ გადარჩა ტელეფონი, ძალიან კარგი იყო. მე კი რაღაც სამჯერ თუ ორჯერ აი მართლა ავილეწა და როგორ გავაჩერე, არ ვიცი, იმიტომ რომ ნორმალური მუხურში არ აქვს და მაგაც ალკე დამტანჯა. და მე აქ ცოტა ცენტრისკენ რომ გამოვედი, ვეძებდი რაღაც ისეთი პატარა კაფეს, სადაც დავლევდი ყავას და იქნებოდა კრუასანი და რამდენიმე ადგილას არ იყო კრუასანი და მომწია ძებნა ისა და ბოლოს ვიპოვე. ყოველთვის კრუასანს ვჭამ საძმეროს ავარ, ანუ ჩემ წინ გავჩერე ველოსიპედი და იმის დამაგრება დამეზარა რა, ეხლა სანამ მაგას დავამაგრებდი და დაუმაგრებელი არის და თან ისეთი დაძაბული ზოა რომ ვინმე არ აიღოს, მაგრამ იმდენი ველოსიპედია ვის ჭირდება ველოსიპედი არ ვიცი. ეხლა ცოტას ვიკატავებ, დავტკბები და მე მინდა რომ ანა ფრანკის მუზეუმში მივიდე. ჯერ ბავშვებსაც დაურეკავ, არ ვიცი, უნდა თუ არა მაგათაც ანა ფრანკის მუზეუმში, აღარ ვიცი რომ 6 თვით ადრე უნდა იყიდო და 3 თვით ადრე უნდა დაჯავშნო და მე 1 თვით ადრე სანამ წამოვიდოდი რომ შევედი საიტზე, ანუ გაყიდული იყო და იქნებ ცოცხალი რიგით შევაღწიო რა. ახლა განახეთ საძი ვარ. ვინი აი ესეთი ხედი მაგცე. აი ეგ არის ჩემი ველოსიპედი. აი მოგზაურობას რო წარმოვიდგენთ ხოლმე მარტო ესეთი სცენარი მქონდა ველოსიპედი, დილით საუზმე, ძალიან ლამაზ ხედზე და მე ბევრი საირნობა. ხო და ეგეთი დღე მექნება და ძალიან ბედნიერი ვარ რომ როგორღაც ჩემ თავს ესაუსრულე. და თქვენც გისურვებთ რომ ყველა ის რაღაცები რაც ძილის წიგი ფიქრიათ ან თუნდაც რაღაც ვიდეო შევხვდათ და აი მე ნეტა მეც მანდ ვიყო. ან თუნდაც ახლა ჩემი დოს რო ყურებთ და მე ნეტა ახლა მიდის ადგილას ვიყო ამსტერდამში. თქვენც გისურვებთ რომ ეგეთი პატარა რაღაცები აიხდინოთ და ეს იყოს мотиваცია იმის რომ ბევრი იმოგზაუროთ, იმიტომ რომ განმეორდები მოგზაურობაზე მაგარი არ არის არაფერი. დამიჯერე. უგემრიელია. ჩემი ველოსიპედი. ხოდა ეგეთი კადრი მინდა რომ ესე გამოვივლი და უნდა გადავიღო.
და ბედნიერი ვარ. ჯვარი მწერია. თქვენც გისურვებთ ბედნიერებას არ მიცეს თვალი. ეხლა არის თითქმის პირველი საათი. რამდენი საათია დავდივარ და ოდნავ დავიღალე. ოდნავ. ვიღაც ბიჭი გამოვიდა. ცხენია. იმედი მაქვს კიდევ ჩამოვალ ამსტერდამში. ეხლა შემოვედი რაღაც პარკში. აი ესეთი ადგილია რა. უბრალოდ ძალიან სწორია ბალახი, თორემ მინდოდა რომ დავიმჯდარიყავი. იქნებ სადმე თავისუფალი სკამი ვნახო რომ დავჯდა. ეკეთ ხარის არის, მაგრამ მე აქეთ მომწონს. და მე ორიენტაცია არ მაქვს და მეშინია რომ არ დავიკარგო და არ დამჭირს ველოსიპედი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე იმას ვეღარ მივაგნებ. აი რავი, როგორ აგიხსნათ? მარტო ყველა გიღიმის. უბრალოდ. ესე უბრალოდ გიღიმის. ესეც ჩემი ველოსიპედი, რომელიც ვერ დავამაგრე. და უბრალოდ დავტოვე. იმიტომ რომ მგონია რომ არავის არ ჭირდება ველოსიპედი, იმიტომ რომ ისაც ყველას ყავს. მე მაინც ფოთვა მაქვს. ვაიდა ვინმემ წაიყვანოს თანაქირავები რომ მაქვს და ჩემი არ არის თორე. ჩემი რო იყოს, ეგრე არ ქნებოდი. ახლა გავაგრძელებთ გზას. იქნებ რაიმე ლამაზი კიდევ აღმოვაჩინო. მე მთელი ამ ქალაქში ყველაფერი ლამაზია, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ტელეფონი მიჯდებოდა და გავჩერდი. მეთქი კიდე ერთ ყავას დავლებ თქო. ძალიან მაგარია მარტო რომ ჭამ ან სვამ ყავას. თბილისში ნორმალურად გარეთ არ გავიტორო ხოლმე და აქ მარტო რომ ამას ვაკეთებ სიამოვნებს. ესე ხوار ჩანვარ რა, რაღაც ცოტა ჩაკეტილი თუ ჩანვარ. მაგრამ მგონია რომ არ ჩანვარ ეგეთი და პირიქით რეალურად ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ ხო იცით, ყველაზე მხიარული ადამიანები, ყველაზე მოწყვილეები და სევდერები რო არიან და ბავშვობიდან ეგეთი ის რაღაცნაირი სევდიანი ვარ. და რაც უფრო აქტიურობა დავიწყო სოციალურ ქსელში, უფრო ჩავიკეტე და უფრო მიჭირს საქართველოში გარეთ ყოფნა. ბევრ ხალხთან განსაკუთრებით. ესეთი მაკარონი მაჩუკას. გვერდზე მიზეს წყვილი და ორივე ჩუმად არის და მე მიყურებს. მე საქმე არა, მარტო ყოფნა ხომ სიმშვიდე არა. იმიტომ რომ საკუთარ თავთან მარტო ხარ და ფიქრობ და რაღაცნაირად რო იცნობ საკუთარ თავს, მაგრამ ეხლა დავშვებდი რომ მარტო ყოფნა ყველაზე ხმაურიანია ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი ტვინი ას მაგად მეტს ფიქრობს და ტვინი შემკულეს. მაგას არ ხასიათზე ვარ. იმედია რომ მოგწონთ ხუბი და ეხლა ყურებით არ დაიყალეთ უკვე. ესე კი რაღაც TikTok-ის გადაღება მინდა და მცხვენია. იმიტომ რომ ბევრი ხალხია და ვერ პოსტებ ერთად ცოტა ხალხი იქნება. ნახეთ ამდენი ხალხი. 5 საათია დავდივარ ველოსიპედით. არის მოგონი ყველაფერი მომიარა. და ბოლოს უკვე ხვდებოდი რომ ერთ-ერთი ადგილას დავდიოდი, ანუ ძლივს ჩემეტყვი და დაიმახსოვრა. მე ხო ვერ მიმახსოვრე. მე მივხვდი რომ უბრალოდ კრუგებზე დავდიოდი და თან იმასაც ვერ ხვდები კრუგზე როგორ არ უნდა ვიარო და სადმო გავუხვია. ესე ბავშვებს არ უნდათ ვან გოგის მუზეუმში წამოსვლა და მე მინდოდა ძალიან, მაგრამ დებილი ვარ. იმიტომ რომ წინასწარ უნდა იყიდო ბილეთიო და ეხლა ვიყიდე ხვალინდელი დღის ბილეთი. და დღეს ვერ შევალ. ეხლა ძალიან შეუკვე. აქ წავიკითხა რომ რაღაც ჯანსაღი საჭმელი არის. რა თქმა უნდა ჯანსაღი არ ვიცი, მაგრამ შევხედავ თუ რაიმე კარგია, მან შევალ. ჩემი შემდეგი გაჩერება არის ჭამა, როგორც ვიხარით და ავიღე ბენედიქტი ორაგული. კარგად გამოიყურება უდაოდ. საოცრება. მინდა რომ ნეღო ჭამა და ვერ ჭამ. მეყვარს ეს ქალაქი. წერტილი. ზე აღარ არის. ზე აღარ არის. ეხლა დამჩა კილომეტრი ნახევარი გასავლელი რომ მივიდე ანა ფრანკთან. ეხლა პატარა ნინისთვის რო გვეთქვა ჩვენ ყველას ერთად რომ შენ ანა ფრანკის მუზეუმში მიდიხარ თქო. ძალიან გაუხარდებოდა რა. ამის გამიდოდა. ყველანაირი ანიმაცია, ფილმი, ყველაფერი აქვს ნახე. აქვს ანუ მაქვს. იმედი მაქვს რომ შევალთ. დარჩენილი გვაქვს 3 საათი ნახევარი, 4 საათი ნახევარი. 4 საათი ნახევარში მუზეუმი იკეტება, ანუ რიგშიც რომ ჩავდგები. აუცილებლად. აქედან ისე არ წავალ. მაგრამ თუ მითხრეს რომ აი ვერანაირად და ცოცხალი რიგიც არ გვაქვს, მიზეზი მექნება ჩამოსვლის ისე. კაზე ჩოკები გავაფუჭე. მტროზამშის არის და თან არის კრემისფერი და გაშავდა. ამსტერდამის კვალი ექნება ჩემს ფეხსაც სმელს. What was I made for?
მოკეთ ამსტერდამს თუ ჩამოხვალთ, ცოტა არა ბილი აილიშის ვაიბები აქ. პირიქით ძალიან ისევნე იყო, მაგრამ აი ამ ქუჩებში ბილის მოსმენა ტოპ. დღეს ყველაფერს მოსმენდა, მაგრამ ბილი ტოპ. ამიტომ ვამეორებთ ბილის. ისევ. ხო იცით ბილი ერთ-ერთი ადამიანი, ვის კონცერტზეც წავალ. მიზიზღება კონცერტები, გული მიწუხდება, მაგრამ ბილის გამო შევძლებდი. ფიქრობ. კარგად. ანა ფრანკის მუზეუმმა არაო. ძალიან ნაწყენი და ძალიან ცუთხასიათო არ ახლა მე. ვინიც ის იქნებ, შემდეგ წერს ამ ვიდეოს მივაბა. ჩემი მეორე მოგზაურობა ამსტერდამში. ეხლა რა გეგმები გვაქვს? ჯერ სახში არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე გარეთ ვარ და მთელი დღე ველოსიპედით დავდივარ და მთელი დღე ფეხებით მტკივა. მთელი დღეა დავიხალე. არ გვაინტერესებს. ეხლა მოვძებნე სად იჭმება ყველაზე კარგი ჩუროსები და მივდივართ იქ. აქედან არის 1 კილომეტრში, მაგრამ ჩვენთვის იქნება 5 წუთი, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ველოსიპედით. ჩემი ველოსიპედი აგერ არის დაპარკინგებული და ეგ არის კი, გადავამოწმე. ერთ-ერთი დისკომფორტი მქონდა ეს. დავიყალე ამით. მართლა არ აღიქვამს კამერა იმდენად ლამაზად, როგორც არის. რა სიტყვებს საუბრობ საერთოდ? ანუ ისეთი ლამაზი არ არის, როგორც ჩანს. No problem. I'm so sorry. No problem. მე უფრო შემცხეხა ვიდრე მაგათ და რატო შეიმჩნე საერთოდ. კაი უამბავს რა პრობლემაა. კაი, წავედით. რაც წელა. მოვაჯდეთ ჩემ თეთრ რაშს. კამერაც ხოლმე წაღებული არა. ბოლოს მგონი ჩუროსებს ვეძებდი. ვიპოვე მეგობრებო ჩუროსები, მაგრამ რომ შევხედე აღარ მომინდა. გადამინდა. მერე წამოვედი ვისეირნე. უზდელურ ქუჩებში ვიარე. ძალიან უზდელები არიან, აი, ძალიან უზდელები არიან. ხო და მერე რაღაცა მინდოდა მაინც. აი რაღაცა მინდოდა და მივხვდი რომ მინდოდა სნექი. შევედი, ფისტა ვიყიდე. ესეთ ადგილას, უამაზეს ადგილას. დავჭექი. მივირთვი, ვიფიქრე, მუსიკას მოვუსმინე. და ეხა უკვე ჩემი სახლში წასვლის დროა. დღევანდელი დღეც დასრულდა. უკვე არის 10 დაიწყო. 10-ზე ღამდება. ჯერ დღეა. მგონია რომ ვიღაცა ხელს მკრავს. არ ვიცი რატომ აქ ეგ მეშინია უკრინდა, რომ რაღაცა მოხდეს. ძალიან ბედნიერი ვარ. გამომიწერე. ანუ ტელეფონი არის 6%-ზე. ვეღარ ვიხედები უკვე, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან ველე დაჭდება და ჯერ კიდევ 11 წუთია. ამიტომ გადავწყვიტე რომ შუქნიშნით დავიმახსოვრო და მომდევნო 3 შუქნიშანი მივდივარ წინ, მეგობრებო. თუ დავიკარგები, ბევრს ვიცინებთ, იმიტომ რომ კამერა ჯერ არ მიჭდება, მაგრამ უჯობესი არ დავიკარგოთ, იმიტომ რომ შიშარა ვარ. ძალიან ცუდი ველოსიპედია რა. ხრიგინებს 40 კილომეტრით ადრე უნდა დააჭირო ტორმუს, რომ გაჩერდეს. სკანი ყანყალებს საშინლად, ანუ კატასტროფულად ყანყალებს და ანუ პირველ სიჩქარეში მაქვს რომ მარტივად ვიარო, მაგრამ ანუ უნელესია რა. ჯოთა დიდი მაქვს ხო და ფეხებს რო წავ ვერ ვწვდები. ესე ჩაწევით ვერ ვწვდები და უნდა გადმოვხტე და ეგრე ვხტები. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამსტერდამში ვარ. ანუ არ მჯერა, მოვახწია. ისე რომ ტელეფონი არ გამეთიშა. და წავედნიერი ვარ, მაგრამ ანუ არ მინდა შეიძლება ცოტა ხანში კიდევ გავიდა, რომ ტელეფონს დავტევი. და ვიკატავ კიდევ, იმიტომ რომ ვიცი, რომ 14 საათი ავკატავ, მაგრამ კიდე მინდა. კი, ფისტა და წყალი წამოვღრა მე. ახალი დღეც გაქენდა მეგობრებო, გამოვედი და გუშინ რომ ბენედიქტი ჭამა კიდევ აქ მოვედი, იმიტომ ხო უგემრიელეს. ვან გოგის მუზეუმში მაქვს რეზერვაცია 2 საათზე და მანამდე მაქვს საათნახევარი და ესეთი რაღაცა შერი ხები დავინახე და აქ მოვედი და ვტკბები, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. თან ეს მუსიკაც საოცრად უხდება და უბრალოდ მინდა და ეს კადრი შემენახე, თორე ხა წავით უნდა დავტკბე. კარგად. Just give me a reason, just a little bit tonight. Just a second when the clock in the space that we can learn to love again. მოვიდა 2 საათი თითქმის.
არის და ეხლა უნდა ჩავდგე რიგში და შევიდე ვან გოგის მუზეუმში და ძალიან მინდოდა ვან გოგის მუზეუმში შესვლა, მაგრამ ანა ფრანკის მუზეუმში უფრო მინდოდა შესვლა, მაგრამ არ გამოვიდა რა უშავს, შემდეგ ჩამოსვლაზე შევალ. Story time მეგობრებო. ვან გოგის მუზეუმში მივდივარ, ჩემ ბილეთს ვაჩვენებ და ეს არ არის მუზეუმის ბილეთი, მე კი რას არ არის მუზეუმის ბილეთი. მუზეუმის საიტზე ვიყიდე, გასაგებია, მაგრამ ეს არის ლაზერ შოუ. კარგი, მე ლაზერ შოუზე შევალ თქო. აქ არ არისო, მეთქი სად არის აბა? 40 წუთით ფეხით ესე მეუბნება, მეთქი რამდენი წუთით ფეხით, 40 რამდენი წუთით ფეხით. და რო დავხედე სადაც და რო შევედი და მე რო გავიგე რა მქონდა საერთოდ ნაყიდი, თუმცა მართლა მქონია ლაზერ შოუ ნაყიდი. კაი, მეთქი მაინც წავალ თქო და რო დავხედე სადაც ბილეთს რო დავხედე, უნდა ეწერა რომ 10 წუთი ადრე უნდა შევხვდეთ, რომ ვერ შევხვდით, თორემ დარჩენილი მაქვს 20 წუთი და 3 კილომეტრი ნახევარში არის ეგ ადგილი რა. არ მახსოვს როგორ ვიარე მართლა. საერთოდ ცოცხალი რომ მოვედი მიკვირს და საერთოდ რომ მოვედი მიკვირს მართლა. და შევიდე ლაზერ შოუზე. Do not eat or drink during the show. Number 3. This is engagement. რეალურად ძალიან ლამაზი იყო მე მინდოდა იმ მუზეუმში და არა აქ. და გამოვიდა რომ ამსტერდამში ვერც ანა ფრანკის მუზეუმში ვერ შევედი და ვერც ვან გოგის მუზეუმში. უბრალოდ ნერვები მეშლება. ეხლა აქ რო შევედი ძალიან ბევრი ხალხი ხო იყო ესე გაშლილი. You stay where you are for 30 seconds. I will give you an extra information. მეთქი ანუ ადგილი სად ვიყო თქო და ვიღაც ხალხს დავინახე რომ ედო ჩანთა და რაღაცების კანზე და შემიძლია მეთქი აქ დავუჯდა თქო რომ აიღოს მეთქი ესენი თქო და ეს სახით მიყვარს ვიღაცა იაპონკა. ესე რო გავხედავ ეს ეგეთ სახით მიყვარდა ანუ გეგონება ვალი მქონდა მაგის მართლა რამე ავახია. ძალიან ლამაზია. არა ეს კალმახისია. მე რაღაც მომენტში ვიღებდი ვიდეოს და ფლეში ჩამერთო და ესე გამოვხედა nice. მეთქი ხაი მაგნაის რო გირტყამ თავში. My dear sister. მაგრამ ძალიან ლამაზი იყო და განსაკუთრებით ბოლო კადრი იყო ლამაზი ხა გაჩვენებ. ეხლა უნდა შევხვდეთ ლიზას, ჩემს მეგობარს, მოვეჯდებით ჩემს ველოსაპედს და წავალ 8 წუთის გზაზე არის აქედან. მოვედით ყველაზე კაი ჩუროსების საძმელად. ძალიან აი ესე გაიგუმპა ჩემი ველოსიპედი და ეხლა ველოსიპედის ხოჭრად გადაიღე. Bonjour! უკვე პარიზში ვარ. მაგრამ გუშინ ჩამოვიდით პარიზში. მე ძალიან ბევრი რაღაც დამემართა, მაგრამ მაგას ნელ-ნელა მოგყვებით. გაცილებული ვარ საშინლად, ფეხზე ნორმალურად ვერ ვდგავარ, იმიტომ რომ ინციდენტი მომებიდა რაღაცა. მე და ლუვრი. საკან დღეს არ შევდივართ ლუვრში, მაგრამ ესე მოვედით და ვნახეთ ეს. ანუ ზედმეტად ლამაზია პარიზი და არ მეგონა რომ ის ლამაზი იქნება. არ მჯერა ჩემი ბავშვებისაც ნაას ვიხდენ და დისნეილენდში ვარ. გამოვხედოთ მე ვიკი მაუსზე ხაზ აქ. ბავშვს რო გავაჩენ პირველი აქ მოყავს. გადაწყდა. ოკეი, დავინახე და ვტირი. ეხლა ვჯდებით პირველად ატრაქციონზე და თან ვჯდებით რაღაც საშიშზე. აი ესე გამოიყურება მეგობრებო, ეხლა ვაგაჩვენებ. აი რაღაცნაირი და ხმები არის კიდე. საშიში ხმებია, საშიში ხმები. უნდა იყოს ახშვეწი კორტუშა. მე როგორ შემეშედეს ეგეთ დონეზე რომ გავგიჟდა საერთოდ და გადავირიო. ვაი, ვანათა, მეგობრებო. ამასადარი კარგია. ის გვეჭანება. მაგარია. მე დიხო გინდა რაღაცებმა შემოვედით. აუ რა შოუ იყო. აქ ტინკერბელის სახლი არის აი ამაში. აგერა აი ტინკერბელი არის. ზუსტად ნახევარ საათი, ან შეიძლება მეტი ვიდექით რიგში და როგორც ხდებით დამბოზე. არა, ლამაზია უდაოდ. თან დამბოზე ვზივართ ხალხთან ნახეთ. დამბო სტრაკუჩა. ეხლა არ გგონიათ რომ რეალური არის. ის საოცრად ლამაზია. And so
შემდეგ შეხვედრამდე დისნეის შვილები რო გვეყოლებათ ჩავევიღოთ. ხო, კილიკი აუცი. ეხა ის როგორი გადავიღოთ? ეხა ჩვენ შვილებს მივართოთ, რომ ცოტა ასე რომ მოვლენ და წარგაიდებენ. მე რაც წამოვიყვანთ და ვიდეოს მივაბავ. კრუელა. აი მე კრუელა, მან ძალიან მოყარს მეწეულობა და აი საიდან აღმომხდა ეს ხმარბი. აი ნახეთ აი რა არის აი ეს აი ვიშექმნა რა მაყურე. მოკლედ დასკვნა არის ის რომ ანუ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. არც იფიქროთ რომ არ წახვიდეთ. მარტო ამ შოუს გამო ღირს დასვა. მარტო. რას გამოვაკვდე? ვაი მე მიგიმოვსი. შენი მაიკავაცია მთელი დღე გეძებ სადახარ. ვაი მე. მიგი! მიგი! მაგბირია? შეხედე. მიგი, დანახე. მიგი! აი აკალი. მიგი! 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 შენი მაიკავაცია მიგი! შეიძლება? მოდი აქ, მიგი. კიდე იცით რა იყო ყველაზე საოცრება, რომ ზუსტად ის გმირები, ანუ იგივენაირად დადიან, იგივენაირად მოძრაობენ, ანუ იგივენაირად, ანუ დღეს კონკერო დავინახეთ, ვიტირეთ, ზუსტად ეგეთი არის კონკე, როგორც შეგო იყო. ჩვენი ბოლო დღე პარიზში, ხვალ გვაქვს უკვე ფრენა და დღეს გვაქვს ბოლო დღე, დღეს შედარებით ცივა, ამიტომ ისე ჩავიცვი შედარებით უფრო თბილად. ეხლა გავალთ ვისაუბრებთ. საშინლად გაცებული ვართ სამივე. ცხვირში წყალშიც, თან საერთოდ ყურებში ყველგან გაცებულები ვართ, მაგრამ ხა ძაასკლად ვერ ჩავიცვალ ძალიან დიდი ბოდიში. ვიდვართ კაფე დე ფლორში. კაფე დე ფლორი მინდა ბავშვიდან რომ ნახო, იმიტომ რომ ძალიან მოყვარს ეს ფილმი და თან ძალამისი ადგილი ფოტოების გადასაღებად. მოვედით კაფე დე ფლორში. ეს ეძღვნება იმ ნინის, რომელსაც უნდა ხოლმე პარიზში ჩამოსულიყო და აი წელს ყველა შოკოლადი, მაგრამ კრუასანი არ ქონდათ. მოკლედ რაც მითქვა იგივენაირად არაფერი არ ახლა, მაგრამ აი მომწეს. კრუასანი არ ქონდათ. ძალიან გემრიელია. ესეც ოპერა, ნახეთ რა ლამაზია. მამღერეთ. მე წაღარ მომღეროთ ოპერა. იცი რა მიქენი? მოდით ლაფეტის გალერეაში. მე ტელეფონი აღეცაა და ლაფეტში, მაგრამ შევარდით ეს ხოლოს გავახერხ და სად გადადიხარ? რას აკეთებ? აი ეს არის და ეგ არის რუფტოპი, სადაც გვინდა ავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხედები იქნება სამაროვანოდ. აი აქ უნდა ყაროთ მეგობრებო დორბლები. დაყრი დორბლებს წამოხარ, რა პრობლემაა? ვაუ. ლამაზია. საოცარია, ნუ. ვაი მე რამდენი სული მეცეცხვის. ეხლა ვიდივართ ლაფეტის ტერასაზე. ეს პარიზის ძალიან ლამაზი ხენა გადაიშალეს. მაგალითად. ელემენტია. ფიქრობ რომ ხამე ძალიან ლამაზი იქნება, მაგრამ ხამე არ არის, ხო? No, thank you. ნახეთ ბაზილიკა და გაგვიწვიმდა. შეიძლება. და ესე ჩანს თელი პარი. მე ღამე ალბათ სპერად ლამაზი იქნება. და უნისლოში. უნდა უნისლოში. ეხლა ავდივართ საბაგირო, ჩავდივართ საბაგიროში. ეხლა მოვედით რომ ნახოთ ღამის ეიფელი, რომელიც აციმციმდება 5 წუთში ზუსტად. აი, ძალიან ბევრი ხალხია ესე ირგვლივ. დინო გირტყავენ? ვინ მიიტყავს? ესეც ჩვენი ბოლო დღე პარიზში. როგორ შევაფასებდით პარიზს? არის. მე მივხვდი და გავიაზრე რომ დიდი ქალაქები, სადაც ძალიან დიდი რიგებია, არ მომწონს. მაგრამ ღამე პარიზი არის ისეთი ლამაზი, რომ ჩამოვიდოდი ისევ. შეყვარებულთა ერთად მოვეყოლება. ერთადერთი რაც ჩემთვის დამღლელი იყო და ფიქრობ რომ ვინც ხართ ნამყოფი მიხვდებით ყველა, არის ის რომ ყველაფერი არის ერთმანეთისგან ძალიან შორს.
გიწევს ტრანსპორტით ცერული, რაც ძალიან დამხრელია, არის უდიდესი მეტრო. ეიფელი არის იმაზე ბევრად ლამაზი, ვიდრე ოდესმე გინახავთ ფოტოებში და მე მინახავს ფოტოებში და არ აღიქმება, საერთოდ იმის ნახევარს ვერ აღიქვამთ, რაც რეალურად არის და ის რო სიმსივნებს არის, ანუ საოცრად მართლა უხმესა. ხვალდილით გავიღვიძებთ, ვისაუზმებთ, ცოტას ვიბოდიალებთ, თაღონდ აქვე, ანუ შორს ვეღარ გავალთ და 4-ზე უკვე უნდა ვიყოთ აეროპორტში, იმიტომ რომ 7 საათზე გვაქვს ფრენა. და ეს ჩვენი 10 დღიანი მოგზაურობა. იმედი მაქვს მოგეწონათ. იმედი მაქვს გამოვიწერეთ თუ მოგეწონათ. მე ძალიან გვაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც იყო ამსტერდამი. მაგარი არა. არ მინდა დაბონება. დაბედიერია. კამერა. იმ გოგოს რა გაიარა. Hola chicas. That's snowfall, ну შემჭამე. შემწვარი ფრი. ბელგიაში ჩამახვალთ, თორემ ცოტა გასაჯოთ შემწვარი ფრი. კაია ესე? მოდით რა ვიმღეროთ მეგობრებო. რა ვიმღეროთ? ლამაზი სკვერი არის. ნახე ტრეკში როგორ გაგივლის ახლა? რატო? მეტროა. მეტრო მოდი. ნახე ალკარტვაკა. ეგ ვატკა კი არა საპორტია. მუ კამერა. ძალიან ბევრი ბიარე. გაიხარგენსა. შეიძლება გამოვიდეთ. რა ხდება ყოშობა? კამერა. ხოიმე. ბალაბა. კიდე ეს მევიდა. არ ვიდა 25 ვარ. მიდი არ ათევა. მე ვარ ათევა. მე შენდა საკარტოლა. ამ სექს შოპი აწერაგო. არ მინდა გარყვნილი. და ზუზები და ტრეკი არ გეკიდა კუქნიაში? აი მე კამერას რაღაც დაემართა გო. ველოსიპედს რომ მაგრებოდეს გვემაგრება. აი მარსაფაც გადამივარდა. არ მინდა. ვერ გავშარავ ახლა. შიშარა. რა გაია რო ყველა არის. რაღაცა წამყარს. ანუ ეხლა თუ ჩამოგეკაბილები. ენა უნდა დაგეტალატა რა. კაია. კუჩებზე სადაც ძალიან კაი, სამჯერ გამაწყვეტინე რა გჭი. ამევან მუსიკას უსმენი და ეხლა მიმხელი რომ კრას თქო. აი თუ დებილი თავი არ მაქვს, ხაი ეგ რატომ ვიფიქრე? გამომიწერეთ, დამილაიკეთ და დამიკომენტარეთ. თორემ მე მიხარი. მოჭეკი რო წაიცახში მეგობრებო ეხლა. კარგად.